ჩვენ ვიცით რომ კუთხის დასახასიათებლად ჩვენ ვიყენებთ გრადუსებს, მაგრამ გრადუსების გარდა ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ რადიანებიც. რა არის კავშირი რადიანებს და გრადუსებს შორის? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი არის რომ ორი π რადიანი შეესაბამება 360 გრადუსს. შესაბამისად π რადიანი იქნება 80 გრადუსი, 90 გრადუსი იქნება π ნახევარი რადიანი, 60 გრადუსი იქნება π მესამედი რადიანი, 45 გრადუსი იქნება π მეოთხედი რადიანი და 30 გრადუსი იქნება π მეექვსედი რადიანი. რა თქმა უნდა, ეს არის ყველაზე ხშირად გამოყენებადი კუთხეები, ხო? 30 გრადუსი, 45, 60, 90, 180 და 360. თუ π რადიანი შეესაბამება 180 გრადუსს, შესაბამისად 1 რადიანი იქნება 180 გაყოფილი π-ზე გრადუსი, რაც არის დაახლოებით 57.3 გრადუსი. ანუ 1 რადიანი არის იგივე რაც 57.3 გრადუსი. და 1 გრადუსი იქნება π 180 რადიანი. აი მაგალითად 240 გრადუსში რამდენი რადიანი იქნებოდა? გრადუსები რომ გადავიყვანოთ რადიანებში, ჩვენ უნდა გავამრავლოთ იგი π 180-ზე. ანუ 240-ს გავამრავლებთ π 180-ზე, ნულები შეიკვეცება, 24-18 შეიკვეცება 6-ზე და დაგვრჩება 4π მესამედი რადიანი. ანუ 240 გრადუსი იგივეა რაც 4π მესამედი რადიანი. ხო, 550 გრადუსს არ შეიძლება, 550 გრადუსი იქნება 550 გამრავლებული π 180-ზე. ნულები შეიკვეცება და დაგვრჩება 55π მე-18 რადიანი. ხო, თუ გვინდა პირიქით რადიანების გადაყვანა გრადუსებში, მაშინ გავამრავლებთ არა π 180-ზე, არამედ 180π-ზე. აი მაგალითად 7π რადიანი იქნებოდა 7π გამრავლებული 180 გაყოფილი π-ზე. და გამოვიდოდა 7-ჯერ 180 გრადუსში. და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოყენება ამ რადიანების არის რკალის სიგრძის დათვლა. კერძოდ, თუ გვექნება ეს წრეწირი და მისი რადიუსია 5 მეტრი, და თქვა ეს კუთხე იყოს 60 გრადუსი. რა იქნება ამ რკალის სიგრძე? ანუ ეს რკალი რო ავიღოთ და გავასწოროთ, რა იქნებოდა მისი სიგრძე? ამ რკალის სიგრძე გამოდის ერი გამრავლებული ალფაზე, მაგრამ ალფა უნდა ეს ცენტრალური კუთხე უნდა იყოს რადიანებში და არა გრადუსებში. კერძოდ, რა გამოვიდოდა ამ რკალის სიგრძე? იქნებოდა 5 გამრავლებული π მესამედ რადიანზე, რადგან 60 გრადუსი სწორედ π მესამედი რადიანია. იქნებოდა 5π მესამედი მეტრი. რა იქნებოდა მთლიანი ამ წრეწირის სიგრძე? იქნებოდა ერი გამრავლებული მთლიან კუთხეზე, რაც იქნებოდა 360 გრადუსი, ანუ რადიანებში 2π. გამოვიდოდა r-ჯერ 2π, ანუ 2π ერი. აი ეს ძალიან საინტერესო ფორმულა ჩვენ გვეხმარება რკალის სიგრძის გათვლაში. კიდევ ერთხელ, გვჭირდება რადიუსი და გვჭირდება ალფა ცენტრალური კუთხე გაზომილი რადიანებში. ხო, თუ გრადუსი ეს კუთხე გვაქვს გრადუსებში, მაშინ როგორ გადავიყვანთ რადიანებში? გავამრავლებთ π 180-ზე. როგორც მაგალითად 240 გრადუსზე და 550 გრადუსზე. თუ გსურთ მერვე კლასის მასალაზე ფიზიკაში წიგნი, უნდა მომწეროთ პირადში და მე მას თქვენთან სახლში გამოვაგზავნი. ურეინ მას ადგილზე მოიტანს, თუ თბილისში ხართ, იმავე დღეს მოიტანს. ხოლო თუ რეგიონში ხართ, დაჭირდება 2-დან 4 დღემდე.